ზემოაჭარაში მოგზაურობა არის ბუნების და ფერების სამყაროსთან დაახლოება. გარემოში, სადაც ხელით მოქარგულ ჩიტებს, ნამდვილი ჩიტების ხმა ერწყმის. სადაც უძველესი დროიდან ძაფს მცენარეებით ხებავდნენ და ოქროს სირმებთან ერთად სხვადასხვა სცენებს კარგავდნენ. შეუძლებელია მთიანაჭარაში ასვლა ისე, რომ თითო აივანზე თუ სარეცხის თოკზე გამოფენილმა მოხატულობამ არ მოგჭრათ თვალი. რაც მაღლა მივიწევთ, მით უკეთესი. სოფელ ღორჯომამდე წამოვედით. მზევინარ ირემაძის სახლის ეზოში. მის ნამუშევრებს ახლა ჩვენ ვამზეურებთ, რადგან თავად ქალბატონი მზევინარი ზუსტად ჩვენი გადაღებების პარალელურად ბარსელონაში ევროპის რეწვის ალიანსის მონაწილეა და საერთაშორისო დამთვალიერებლებს საკუთარ ნამუშევრებს აცნობს. რეწვის ასოციაციამ გადაიღო ჩემთან მოვიდა ფილმი, ჩემი ნაქარგობები და ჩემი ისტორია და გაიგზავნა უცხოეთში. ბარსელონაში მოეწონათ ეს ფილმი, 27 სექტემბერს იყო ჩვენება და ჩამოვედით და დავესწარით ფილმის ჩვენებას. ჩემი ისტორია არის მოყოლილი თუ საიდან, როგორ დავიწყე ქსოვა. ბავშვობიდან ბებიაც კარგავდა, დედაც კარგავდა და პატარა ნაჭერებზე მიხატავდნენ და მეც ვქარგავდი. ძველად გზითში მიქონდათ დედოფლებს, პატარძლებს ეს ნაქარგები. მერე 15-20 წელი იქნება, რომ არავის არ ქონია ეს სახლში ამით მოლამაზებული და დეკორაციად ვინმე აღარ ხმარობდა ამას და უფრო და უფრო იკარგებოდა და მიეცა მივიწყებას. და მინდა და ეს რომ არ მივიწყებულიყო, ჩემ პატარა სახელოსნოში შევაგროვე ეს ძველიც. ბევრი ნაქარგი მაქვს 50 და 70 წლისაც კი. ჩემთვის არის პირველი ჩემი ნაქარგობების გატანა საზღვრებ გარეთ და ჩვენება. ზუსტად იმ ფილმში ვამბობ, რომ მინდა ჩემით თელმა საქართველომ გაიცნოს აჭარული ნაქარგობები, თუ ჩვენი წინაპრები, ჩვენი ბებიები რა შრომა ჰქონდათ ამაში ჩადებული და ძალიან მიხარია, რომ უცხოეთშიც გავიდა და იქაც ნახეს ეს ჩვენი სილამაზეები. ეს უკვე ხელვაჩაურია. ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო და ერთი ადამიანის ხელით შექმნილი სცენები აჭარელი ხალხის ცხოვრებიდან. რა გასაკვირია, რომ რეწვის, დაზგის, ქართველი ქალების და ნაქარგობის გარეშე არც ეს მუზეუმი მოყვებოდა აჭარულ ისტორიას. და თუ ვამბობთ, რომ ყველა ისტორიულად მნიშვნელოვან ნივთს თუ პროდუქტს, რაც ადგილობრივი ხალხის ცხოვრების ნაწილია, ჭირდება ისტორიული დადასტურება, ამ ტიპის მუზეუმი თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მტკიცებულება. ამ ექსპოზიციაში თუ რამე შეგხვდება, ყველაფერი უზუსტესადაა გაცოცხლებული აჭარის მთასა თუ სანაპიროზე მცხოვრები ხალხის წესჩვეულებებიდან. ასეთია აჭარული ყურუთიც. აი ეს მცირე ზომის საკვები. თითქოს შეუმჩნევლად რომ დევს თაროზე. სინამდვილეში ის ადგილობრივი მკვიდრი აჭარლების განუყოფელი ნაწილია და ჩვენც სწორედ მის გამოსაკვლევად ჩამოვედით ამ მხარეში. საკპატენტისა და იმედის დღის ტრადიციულ ექსპედიციას ვიწყებთ და სწორედ ყურუთის ზუსტი რეცეპტის მოსაძებნად ხულოს რაიონში ავდივართ. გზას სხალთის ხეობამდე მივყავართ. აი ნახეთ როგორი შემაღლებული გორაკია, არანაირი საფრთხე რო არ ელოდება არც ერთი მხრიდან. ახიდგა დიდი მსხლარი, ჰქონდა ძალიან დიდი ტოტები, რომელიც ძალიან დიდ ჭიდილს ქმნიდა. თამარ მეფემ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს დააბანა კაჯარი და თქვა, თუ გავიმარჯვებთ, აქ წმინდა სალოცავს სალაშენებთ. ეს რა თქმა უნდა ლეგენდა არის, გაიმარჯვეს, როცა მიაკითხეს მეფეს, სადავაშენებთ მეფეო, წმინდა სალოცავი მსხალთან. შემდეგ დაიკარგა მოდანო, დარჩა სხალთა და მით უმეტეს ეს მონასტერი არის ძალიან ძველი და ძალიან მადლიანია. ერთადერთი, რომელიც გადაურჩა ოსმალეთის იმპერიის სამასწლიან ბატონობას, საკათედრო ტაძრის შემდეგ ეს არის სხალთა. ჩემი სახლის აივნიდან პირდაპირ ვუყურებ ყოველდღიურად აი ამ სხალთის მონასტერს. თუ მთიანაჭარაში მერგო ცხოვრება, დაბადება და აქ დაბერება, უფალს მადლობა რომ სხალთის მონასტრის ეზოში ვცხოვრობ მე. მე-12 საუკუნის ძეგლი, სხალთის ტაძარი. მიუხედავად მძიმედ დაზიანებული ფრესკებისა, მათ შორის პირდაპირ ხედავთ დაზიანებას მაცხოვრის თვალებზეც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც ძალზედ შთამბეჭდავია ტაძრის შიდა ფასადი.
შემაძრწუნებელია ამ საძვალეების ნახვაც და ემოციები მაშინ უფრო მძიმდება, როდესაც ვიგებთ, რომ ეკლესიის ეზოში გათხრების შედეგად ნაპოვნი ძვლებით ნათლად ჩანს, რომ ადამიანების თავი და ტანი ცალ-ცალკე იყო დამარხული. ეს ფაქტი პირდაპირ მიუნიშნებს ადგილობრივების წამებაზე. უმძიმეს ისტორიას ადასტურებს ეს ხატიც, რომელიც ამ სოფლის მდინარეში ოსმალოთა მიერ ქართველების თავის კვეთის სცენებს ასახავს. სისხლით შეღებილი მდინარე სწორედ ეს, სხალთის მდინარე უნდა იყოს. ადგილი, სადაც დღესაც კი ყველა გამვლელი ჩერდება, მათ შორის ჩვენც. გაჩერებისა და ფოტოების გადაღების მიზეზი სწორედ ეს ხიდია, თამარ მეფის სახელობის ხიდი, რომელსაც მე-9 საუკუნით ათარიღებენ. თითქოს ხომ აცდენილია თამარის მეფობისა და ამ ხიდის აგების პერიოდები, მაგრამ მაინც მას თამარის სახელს ეძახიან. რატომ? იმიტომ, რომ აჭარელ ხალხს თამარი განსაკუთრებულად უყვარს და აქ მოყოლილი ლეგენდების თუ ნამდვილი ისტორიების უმეტესობა სწორედ მის სახელს უკავშირდება. სხალთის ხეობელებს ძალიან გვიყვარს თამარის ეპოქა, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო რაღაცა გაბედულები ვართ ამ შემთხვევაში ქალები. იცით, აქ რო თამარ მეფე მოღვაწეობდა და დაიარებოდა ფეხით. ეს სტიმული მოგცა, მე ვფიქრობ, ამან ქალებს და ამ ხეობაში უფრო მეტი წარმატებული ქალია, რომლებიც თავიანთ უფლებებს, თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ და საკმაოდ ბევრმა ქალმა დაიმკვიდრა ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი. თამარიდან, ისტორიიდან, ასევე გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულმა მემთეური ცხოვრების წესმა კიდევ უფრო გააძლიერა აჭარელი ქალი. ზაფხულში, საძოვრებზე, საზაფხულო სახლში აბარგებული ოჯახის მეთაური, რომლის გამძლეობაზეც დგას აქაური ტრადიციებიც, ქარგვაც, სოფლის მეურნეობაც, პროდუქტების დამზადებაც, საზამთრო სანოვაგის შექმნაც და მათ შორისაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასახელება აჭარული ყურუთი. ზამთრის მარაგის უმნიშვნელოვანესი რძის პროდუქტი. მზადდება ყველი, მზადდება ნადუღი, მზადდება კაიმაღი, მზადდება ძალიან ბევრი და ყურუთი მათ შორის ეს არის გათვლილი მთელი წლის მარაგზე და იქ მზადდება ზუსტად, იქ ქმნიან ამ მარაგს და შემდეგ ხელდამშვენებული ბრუნდებიან თავიანთ ძირ ოჯახში შვილებთან, სადაც ცხოვრობენ ისინი. ჩვენს წინაპრებს არ ქონდათ იმის ფუფუნება, რომ თავიანთი შემოქმედება, იქნებოდა ეს კულტურული შემოქმედება, იქნებოდა ეს არქიტექტურა, თუ იქნებოდა კულინარია, მოერგოთ საკუთარ გემოვნებას. ძირითად შემთხვევაში ეს იყო ორი გარემოებით განპირობებული, რასაც კი აკეთებდნენ. პირველი ეს იყო საჭიროება, რა საჭიროება ედგათ და მეორე რა საშუალება, რა სახსრები ქონდათ. არსებულიდან, ხო? ნამდვილად. ასე იქნებოდა პრაქტიკულად ყველა ტიპის პროდუქტი ამ ქვეყანაში და სწორედ ამიტომ იყო ეს პროდუქტები და არის დღესაც განსაკუთრებული. ამიტომ ყურუთი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ექნება ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევაგროვებთ საჭირო ინფორმაციას, საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ ყურუთიც დარეგისტრდეს როგორც ინტელექტუალური საკუთრება და ჩვენი ამოცანა არის პირველი აღვწეროთ და სწორად შევინახოთ წესები, ტექნიკა როგორ მზადდება ეს პროდუქტი, შესაძლოა დღეს არა, მაგრამ ხვალ ათწლეულების მერე ეს პროდუქტი მთელი მსოფლიოსთვის გახდეს პოპულარული და მნიშვნელოვანია, რომ იმ დროისთვის ეს იყოს დაცული როგორც ქართული და იყოს შემონახული ის ძირითადი მახასიათებელი, რომელსაც ეს პროდუქტი უნდა ატარებდეს. გამოკვლევას, შესწავლას და დარეგისტრირებას პირველ რიგში დამზადება ჭირდება. ზუსტი რეცეპტის მიდევნებით. ჯერ ხის ჭურჭლებში ვიმარაგებთ ინგრედიენტებს. ესენია ნადუღი, კაიმაღი და ჭადის ფქვილი. პირველი ეტაპია ცეცხლზე მოდუღება. ეს არის ხავიწი, კეთდება კაიმაღით და ჭადის ფქვილით, რომელიც უნდა შეურიოთ ნადუღს, რადგან ცხიმი შევაზილოთ და იყოს გემრიელი ყურუთი. უნდა იყოს მოშუშებული, რომ რაიმე ცომის გემო არ კონდეს ყურუთს. ყურუთი ხომ ერთი წლის განმავლობაში ინახება, ეს არის ისეთი პროდუქტი ნატურალური და თანაც ხანგრძლივად გამძლე, სანამ არ მიიღებს ყვითელ ფერს და ქაფი არ წამოვა, მანამდე ის არ არის მზად იმისათვის, რომ ფქვილი მიიღოს. ამის შემდეგ ვყრით ფქვილს და ვამატებთ ამავდროულად ნელა-ნელა დუღარე წყალს. როცა ცხიმი წამოვა ზემოდან, უკვე უნდა გავაჩეროთ ნელცეცხლზე, მოვშუშოთ. ის რაც წინაპრებმა შექმნეს, ჩვენ ვცდილობთ, რომ შევნახოთ მომავალ თაობებს. მისი კავშირი ისტორიულ წარსულთან, მისი დამზადების ხერხები ის იგივე უნდა იყოს, რაც ძირითად შემთხვევაში, რაც ძველ დროში იყო და
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსთან, კლიმატურ პირობებთან და კონკრეტულ ტერიტორიასთან მიჯაჭვულობა. სწორედ ამ გარემოში ვამზადებთ დღეს ყურუთს. სპეციალურად ამ რეპორტაჟისთვის მომზადებული სცენა ახლა ჩაივლის Origin საქართველოს დირექტორის მეთვალყურეობით, რომელიც პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების კვლევა ძიებითაა დაკავებული. და მასთან ერთად ჩვენც ამ კვლევის გზას გამოვყევით დღეს. სოფოს ვკითხავ მე ესეთ რამეს, როდესაც დარეგისტრირებაზე მიდის პროდუქტი, როგორ ხდება აი ამ ტრადიციული რეცეპტის დამზადების წესის და ყველაფრის დაზუსტება. ბოლომდე ეს მხოლოდ წერილობით წყაროებს ვერ ვეყნობით, იმიტომ რომ უშუალოდ ვინც ამზადებს, მათთანაც უნდა გქონდეს აუცილებლად კომუნიკაცია. და თქვენთან როგორ ხდება ქალბატონო, საინტერესო აი ბებია ვთქვათ, ვინც დაიწყებს ამზადება, როგორ გადმოვიდა წინაპრები ყოველთვის ასწავლიდნენ შვილებს, შთამომავლებს გადასცემდნენ აი იმ ტრადიციულად იმ კერძების დამზადებას და საერთოდ ყველა ტრადიციას, რომ შთამომავლობას გაეგრძელებინა და ეს დავიწყებას არ მიცემოდა. ნელ-ნელა რა თქმა უნდა თანამედროვეობასთან შერწყმა ხდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გემონური თვისება და ის ძველი წარსული ერთმანეთთან უნდა იყოს აუცილებლად დაკავშირებული და ეს არ უნდა დაიკარგოს. ეს არის გამხმარი ნადუღი, ცხიმში შეზელილი, რომელიც ძალიან ნადუღი რო შეინახო, დიდხანს არ გაძლევს, მაგრამ ესე გაკეთებული არის უგემრიელესი და თანაც გათვლილია ხანგრძლივ დროზე. საგზლად იყენებდნენ და ძალიან კარგად ნუყიერი იყო და კარგად ანაყრებდა და სიტყვაც აგვაქვს ეს ყუათიანი. ყუათიანი, დიახ. ნუყიერი. ეს არის ყუათიანი. ყუათი ყურუთი, რაღაცა არის. კავშირში არის ნამდვილად. აუცილებლად უნდა გამოშრეს. თუ ზუსტად არ გამოშრება, ზუსტად ეს აძლევს მას განსაკუთრებულობას. პატარა მოძიძქნი. კი გენაცვალე. ნახეთ, როგორი იქნება. აი, და შემდეგ გამზადებულიც ვნახოთ. იცით როგორი ცოტა ყველისკენაც მიდის თითქოს. იმიტომ რომ როცა ყველს ამოიყვანს მემთევრი, აი დარჩენილ შრატს ადუღებს და იმ ნადუღარი შრატისგან იწურება, გამოდის შემდეგ ნადუღი და რა თქმა უნდა ყველის გემოაქვს, იმიტომ რომ რაღაცა ყველის ნარჩენებიც არის შიგნით. როგორც მარეგისტრირებელი ქალბატონი სოფო სანიკიძე, ვფიქრობ დააღიმოვნეთ სოფო როგორია. ქალბატონი ღირს თუ არ ღირს? აბა სოფო, ჩავიფიქროთ. აბა, ეგ არის რაც უნდა იყოს. განსაკუთრებული გამოაქვს, განსხვავებული და განსაკუთრებული რაც მთავარია. ქალბატონო იზო, ესე იგი არ ვიცი რა ვთქვა, დაგვიტრიალეთ და გაგვიცოცხლეთ მთელი მეც მე მგონი ზამთრის მარაგი მოვიმარაგე უკვე და შემიძლია ბევრ სტუმარს გავმასპინძლე ჩემი დამზადებული ყურუთით. სხალთაში ზამთარში ესტუმრეთ ქალბატონ იზოს და აი ზუსტად ეს ყურუთი დაგხვდება. შეგიძლიათ მოიკითხოთ რეპორტაჟში რომ ნახეთ ის ყურუთი სად არისო და აგერ ზუსტად ეს ყურუთი იქნება შენახული ნებისმიერი სტუმრისთვის. საგზლათაც იყენებდნენ ხომ გავიგეთ. ასე რომ თუ ზემო აჭარაში მოხვდებით, 1-2 ცალი ყურუთის გარეშე ნუ დაბრუნდებით. შემდეგ მიაყოლეთ ჭადს ან პურს და დაიყურსეთ ნატურალური აჭარული საკვებით. ჩვენ მანამდე ამ წლის მარაგს გამოვაშრობთ და აქვე დაგემშვიდობებით. რა საინტერესო მოგზაურობთ მარიკასთან ერთად ზემო აჭარაში და ყურუთი, ესე იგი ის დაგვრჩენია რომ კარგი გემრიელი, კაი მაღე თბილისში მოვიპოვოთ, სადმე ალბათ იქნება და ნუ ნადუღი და ჭადრული ახლა არ ჭირს და სახლში გავაკეთოთ და საინტერესოა, ესე იგი როგორი გამოვა ყურუთი ჩვენი გაკეთება. მე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქალბატონმა იზომ, აი შესანიშნავად მოსაუბრე კი ნამდვილად ქართული და აი ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის ქართველობა. და ძალიან კარგია რომ ამ ტრადიციებს უფრთხილდებით და მე რომ არ უნდა დაიკარგოს ეს ყურუთის ამბავი. ამიტომ ვიცოდეთ როგორ კეთდება და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იქნება რა. ნაქარგობაზეც თქვათ 1-2 სიტყვა ბარსელონაში რომ გამოფენები არის და მით უმეტეს ეს ოქროს ძაფებით და მოკლედ არაჩვეულებრივი ნამუშევრები ვნახეთ და მით უმეტეს როდესაც ტრადიცია საუკუნეებს უკავშირდება ეს რა თქმა უნდა ჩვენი ძველი დროის მაღალ კულტურაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. დიდი მადლობა მარიკა იმისათვის რომ
ასეთი არაჩვეულებრივი რეპორტაჟი მოგვიმზადე და ჩვენც გვამოგზაურო შენთან ერთად. მე ვისურვებდი ეკო რომ შენს ერთ-ერთ რუბრიკაში ისე სახელგანთქმული გამხდარიყოს ეს ქალბატონი რომ სოფლის რომელიმე პოდიუმიდან შენს რუბრიკაში ეს ამბავი მოგეყოლოს. სიამოვნებით. ერთი